მოგზაურობა მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც ტურისტების რაოდენობა კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას მკვეთრად აღემატება. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ყოველწლიურად იმაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ვიდრე თავად მოსახლეობა. ასეთი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე ანდორაა, სადაც ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჩადის. ქვეყანაში კი ჯამში 80,000 ადამიანი ცხოვრობს. ერთ სულ მოსახლეზე კი ჯამში 52 ტურისტი მოდის. ამ მიკროსახელმწიფოში, რომელიც მოსახლეობის სიმცირით გამოირჩევა, ტურიზმი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ქვეყანას ძირითადად მეზობელი ქვეყნების მოსახლეობა სტუმრობს. უფრო მეტად კი ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ჩასული ტურისტები ჭარბობენ. ანდორას მოსდევს მაკაო, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიონი ტურისტის შესვლა ფიქსირდება. მაკაოში ჯამში 680,000 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ თითო მოსახლეზე ჯამში 24 ტურისტი მოდის. ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მიიჩნევა. მაკაოს მთლიანი შიდა პროდუქტი 50 მილიარდ დოლარს აღწევს. ეკონომიკის მთავარ გენერატორს კი აზარტული თამაშები და ტურიზმი წარმოადგენს. მსგავსი მდგომარეობაა კარიბის ზღვის კუნძულებზეც, მაგალითად ტერაქსსა და კაიკოსზე, არუბასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, სადაც ერთ ადგილობრივ მცხოვრებზე 10-ზე მეტი ტურისტი მოდის. ამ ადგილების ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ტურიზმზე, რაც მათ განსაკუთრებით მოწყვლად ხსნის გლობალური შოკების მიმართ. თუმცა ტურიზმის მსგავსი ზეწოლა მხოლოდ მიკროსახელმწიფოებს არ ეხება. მალტა ყოველწლიურად 3,560,000 ტურისტს მასპინძლობს, რაც მის მოსახლეობაზე 6-ჯერ მეტია. ავსტრიასა და საბერძნეთში კი ტურისტებსა და მოსახლეობას შორის თანაფარდობა სამსახი მატება. სიაში არ გვხვდება, თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანიც, რომელიც ჯამში 900-მდე მუდმივ მოსახლეს აერთიანებს. ქალაქ-სახელმწიფოს ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე აქ ჯამში 7,500 ტურისტი მოდის. ეს მაჩვენებელი ადასტურებს, თუ რამდენად მაღალია ტურისტული ზეწოლა ამ ქალაქზე. ტურიზმი ზოგიერთი ქვეყნისთვის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ის ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საერთაშორისო პოპულარიზაციას. თუმცა ჭარბმა ტურიზმმა შეიძლება ინფრასტრუქტურის გადატვირთვა, ადგილობრივებისთვის ფასების ზრდა, კულტურული ავთენტურობის დაკარგვა გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ მდგრადი ტურიზმის პოლიტიკა გაატაროს, რათა ტურიზმის დადებითი შედეგები შეინარჩუნოს. უარყოფითი გავლენა კი მაქსიმალურად შეამციროს.